ახლო აღმოსავლეთი კვლავ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში რჩება. ისრაელსა და ჰამასის მცველებსა და პატიმრების გაცვლის პარალელურად მსოფლიოს ყურადღება ეგვიპტის ქალაქმა შარმ-ელ-შეიხმა მიიქცია, სადაც მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი შეიკრიბა და ღაზას მშვიდობის სამიტი ჩაატარა. რატომ იყო ის მნიშვნელოვანი და კონკრეტულად რა შედეგი დასრულდა ტრამპისა და LCC-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიება, ამაზე ვრცლად ერეკლე ფოლადიშვილი საუბრებს ერეკლე საღამომშვიდობის. ბექა საღამომშვიდობისა მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ეგვიპტის მარგალიტი სინას ნახევარკუნძულზე მდებარე ტურისტული ოაზისი შარმ-ელ-შეიხი სრულიად მოულოდნელად მსოფლიოს პოლიტიკურ ცენტრად იქცა. 13 ოქტომბერს, მას შემდეგ რაც ისრაელმა და ჰამასმა ტყვეების პატიმრებზე გაცვლის ძირითადი პროცესი დაასრულეს, ევროპის, აზიის, აფრიკისა თუ ჩრდილოეთ ამერიკის ლიდერებმა თავი ეგვიპტეში მოიყარეს. ღაზას მშვიდობის სამიტი, ასე დაერქვა იმ ისტორიულ შეხვედრას, რომელიც უფრო მეტად მიღწეული შეჯამებას და მისი თქმობას გავდა, ვიდრე რამე ახლის კონკრეტულისა და ხელშესახების მიღწევას. სამიტის მთავარი მოვლენა მშვიდობის დეკლარაციის ხელმოწერა იყო. საუბარია დოკუმენტზე, რომელსაც მხოლოდ 4 ადამიანმა, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ეგვიპტის პრეზიდენტმა El-Sisi-მ, თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა და ყატარის ემირმა ალ-თანიმ მოაწერეს ხელი. საინტერესოა, რომ დეკლარაციაზე, რომლის შინაარსიც ისრაელსა და ჰამას შორის ომის დასრულებაა, არ ხვდება არც ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს და არც ჰამასის პოლიტიკური ლიდერის ღაზი ჰამადის ხელმოწერა. ცხადია, აქედანვე მკვდრად ამ დოკუმენტს ვერ შევაფასებთ, რადგან მას ხელს 4-ვე მთავარი მომლაპარაკებელი აწერს, თუმცა ის ჯერჯერობით მაინც არასრულფასოვან დოკუმენტად ითვლება. და რა წერია მასში? უპირველეს ყოვლისა, 7 ოქტომბერს დაწყებული ომი დასრულებულად ცხადდება. შესაბამისად, ხაზი ესმევა მშვიდობის დამყარებას და მის შენარჩუნების აუცილებლობას. დეკლარაციის თანახმად, ხელმომწერები მხარს უჭერენ ტრამპის შუამავლობით შემოთავაზებულ 20 პუნქტიან სამშვიდობო გეგმას, რომელმაც რეალური მშვიდობა უნდა მოუტანოს ახლო აღმოსავლეთს, მშვიდობა, რომლითაც ისრაელელი და პალესტინელი ადამიანები ერთნაირად დადგმებიან. ადამიანის უფლებები, უსაფრთხოება და ღირსება კი უზრუნველყოფილი იქნება. დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ მისი ხელმომწერები, ცხადია, საუბრობთ ღაზას სექტორზე, ომის გზით კონფლიქტის მოგვარებაზე საბოლოოდ ამბობენ უარს. ალბათ ამითვე აიხსნება, რატომაც ვერ ვიხილეთ ვერც ნეთანიაჰუს და ვერც ჰამადის ხელმოწერები. ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის უარყოფა, ასევე რელიგიური მრავალფეროვნების პატივისცემა არის ის ორი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებსაც ასევე ვხვდებით დოკუმენტზე და რომლის ხელმოწერაც ცხადია ყველაზე მეტად ჰამასს გაუჭირდება. შეგახსენებთ, ჩვენ ვსაუბრობთ ისლამის რადიკალურ მიმდინარეობაზე, დაჯგუფებაზე, რომელიც არათუ სხვა რელიგიებს არ სცემს პატივს, არამედ ექსტრემიზმსა და რადიკალიზმს საკუთარ სამხედრო ტაქტიკად მიიჩნევს. დასასრულს დეკლარაციაში ვხვდებით ისეთ მნიშვნელოვან განცხადებას, როგორიც არის ღაზას ინსტიტუციურ და ფიზიკურ აღდგენაზე შეთანხმება, ანუ ის, რაც ომის 2 წლის თავზე ყველა მხარისთვის პრიორიტეტად იქცა. ეს იყო ის ოფიციალური ნაწილი, რომელმაც რეალურად ომის შემდგომი ღაზას და ისრაელის მომავლის კონტურები მოხაზა და ერთგვარად შეამზადა საფუძველი მოლაპარაკების მეორე ფაზისთვის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ანალიტიკოსებს გაცილებით უფრო დიდი შეთანხმების მოლოდინი ჰქონდათ, როგორიცაა იმის გადაწყვეტა, თუნდაც თუ როდის და რა შემადგენლობით შეიქმნებოდა საერთაშორისო სამშვიდობო დანაყოფი, რომელიც ისრაელის ჯარებსა და ჰამას შორის ჩადგებოდა და მოლაპარაკებების პროცესში სიმშვიდეს შეუნარჩუნებდა რეგიონს. მართალია, ხელშესახები დიდად ვერაფერი მივიღეთ, სამაგიეროდ ქულების ჩაწერის მასტერკლასი ვიხილეთ ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფათაჰ ალ-სისის მიერ, რომელმაც დონალდ ტრამპი ქვეყნის უმაღლესი ჯილდოთი ნილოსის ორდენით დააჯილდოვა. მართალია, მსოფლიოს სხვა არაერთი ლიდერისთვისაც მიუციათ ის, თუმცა ტრამპის საჩუქრით უკმაყოფილო ნამდვილად არ ჩანდა. მართალია, საკუთარ მიწაზე არ შეხვედრია, თუმცა შესაძლებლობით ასევე ისარგებლა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმაც და ტრამპს დაჰპირდა მომავალი წლის ნობელის პრემიაზე მე აუცილებლად წარგადგენ მშვიდობის დარგშიო. სხვათა შორის აღსანიშნავია, რომ ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში მან აქამდე კიდე ერთხელ უკვე წარადგინა და მეორედ გასცა დაპირება. საკმაოდ უცნაური იყო ინდონეზიის პრეზიდენტ პრაბოვოს განცხადებაც, რომელმაც პირდაპირ სამშვიდობო ფორუმზე განუცხადა ტრამპს, თქვენ შვილთან ერიკთან სურს შეხვედრაო. მართალია, მამა წინააღმდეგი არ არის, თუმცა არც მე და ალბათ არც თავად ტრამპმა არ იცის რა ესაქმება პრაბოვოს პრეზიდენტის შვილთან, რაც შეეხება თავად ტრამპს, მან არც ამჯერად მოგვაწყინა თავი, ჯერ კანადის პრემიერ-მინისტრს კარნის უწოდა კანადის პრეზიდენტი, შემდეგ ვიქტორ ორბანზე საუბრისას ილჰამ ალიევს
მატეოს დაუხარა თავი და იტალიის პრემიერ-მინისტრისთვის კომპლიმენტის თქმაც მოასწრო, მშვენიერი ქალბატონი ბრძანდებითო უთხრა. ფლად კულმინაცია ღაზას სამშვიდობო სამიძე FIFA-ს პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს გამოჩენა იყო, რომელიც იქ რისთვის იყო სიმართლე გითხრათ, მეც ვერ გავიგე. მოკლედ, აი ასეთი იყო შარმელ-შეიხის მშვიდობის ფორუმი, რომელიც საბოლოოდ ალბათ after party-ს უფრო დაემსგავსა ვიდრე ისტორიულ სამიტს. მადლობა, მერეკლემ ქართისთვის და ფორუმზე მეტი ინფორმაციის მოწოდებისთვის.